როდესაც პირველყოფილმა ადამიანმა პირველად ხორცის შეწვა ისწავლა, მას შემდეგ საზოგადოებამ დაიწყო ზრუნვა სამზარეულოს მრავალფეროვნებაზე. დღევანდლამდე მან უამრავი რეცეპტი დააგროვა. სტუდია მაესტრო შემოგთავაზებთ საინტერესო და ორიგინალურ რეცეპტებს. ყველასათვის ცნობილია, რომ მდიდარი და მრავალფეროვანია ქართული სამზარეულო და უსაზღვრო ქართველის კულინარიული ფანტაზია. ტელერეცეპტი გირჩევთ თქვენი საოჯახო უჯრის გადახალისებას და შეგახსენებთ სამზარეულოს ზოგიერთ წვრილმანს. პომიდორი რომ არ გაფუჭდეს, მას ემალირებულ ჭურჭელში ერთ ფენად აწყობენ და თავდაუხურავად დგამენ მაცივრის ქვედა თაროზე. თუ კიტრის მწნილის წვენს მცირეოდენ მდოგვს გაურევთ, წნილი უფრო გემრიელი გახდება და დიდხანსად შეინახება. მოხარშული კარტოფილი ძალზე გემრიელი გამოდის, თუ ხარშვისას 2-3 კბილ ნიორსა და დაფნის ფოთოლს დაუმატებთ. თუ გსურთ ხარშვისას ლობიო არ გამოგდეს, მოხარშეთ იგი თავახტილ ქვაბში. ცილა კარგად აითქვიფება, თუ რამდენიმე წვეთ ცივ წყალს ან ცოტა მარილს ჩაუმატებთ. ხაჭო ამჟავებული მოგეჩვენოთ. მაშინ შეურიეთ მას თანაბარი რაოდენობის რძე და დატოვეთ 1 საათის განმავლობაში. გადაიტანეთ საწურზე მოთავსებულ დოლბანდზე და აცალეთ რძის ჩამოწურვა. მოათავსეთ წნეხის ქვეშ. ხაჭო მსუბუქი და გემრიელი გამოვა. დამჭკნარი კამა და ოხრახუში გამოცოცხლდება, თუ ცოტა ხნით ჩადებთ წყალში გახსნილ ძმარში. არ შეიძლება გარეცხილი მწვანე ხახვის შენახვა. სისველი აფუჭებს მას. ტელერეცეპტი კიდევ უფრო გაზრდის თქვენი სამზარეულოს რეპუტაციასა და ორიგინალობას.